ზუგდიდში ფაიფურის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები წლებია ანტისანიტარიას უჩივიან. მაცხოვრებლების განმარტებით მოშლილია საკანალიზაციო გაყვანილობა. კორპუსიდან ჩამოსული დაბინძურებული წყალი თხრილის მეშვეობით მიმდებარე ტერიტორიაზე თხილნარში ჩაედინება, რის გამოც ნარგავები ხმება. მოსახლეობა ამბობს, რომ რამოდენიმეჯერ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქალაქ ზუგდიდის მერიაში, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ისინი კანალიზაციით თხილს ამოავსებენ. ხედავთ რა მდგომარეობა აქვს, ესე იგი ვერ დაედგომა ესე სულ ბუნკას ისეთი სუნი და აყრობილსული ეს არის კანალიზაციის წყალი. აი ბინების კანალიზაციის წყალია, მოდის აქეთ 90-იან წლებიდან ასე მოდის ეს მომდინარეობა და მოვიდნენ, გაიხედენ, გამოხედენ, ნახეს ყველაფერი და ჩვენო არ აგვაქვს იმისი საშუალება და თანხა რომ ესე იგი გავთხარო და გავაკეთოთ ეს, აღვადგინოთ ეს კანალიზაციო და არ ვიცი თუ რამე იქნავო და იმის შემდეგ 3 წელი გავიდა. ჯერ ზამთარია თუ არა ზაფხულში აქ ვერ დადგები ისეთი სუნი არის. ეს ყას წამლავს, ბავშვებს წამლავს და ძალიან ცუდი მდგომარეობა. ამის გამკეთებელია არავინ არ არის. არ ჩანს ისეთი კაცი. აგერ არის მრავალსართულიანი, 5 სართულიანი სახლები. ეს ერთხელ არჩევნებში ამას ვთხოვლობ, მეორე არჩევნებში ვთხოვლობ, მესამე არჩევნებში. რაც შეეხება მერიის პოზიციას, როგორც მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პრობლემაზე წერილობით არანაირი დოკუმენტი არ შემოსულა და მერია ზეპირით ხოვნის საფუძველზე რეაგირებას ვერ დაიწყებდა. ღუბელაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარეებმა კოლექტიური წერილით უნდა მიმართონ მერიას და შესაბამისი უწყება მყისიერ რეაგირებას მოახდეს აღნიშნულ პრობლემაზე.